მოგესალმებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ. ამჯერად ლონდა ჯიქიას სიუჟეტში დიდხარ შენ უფალო გიამბობთ სასწაულზე, რომელიც იტალიის ქალაქ ლანჩანოში საუკუნეების მანძილზე აოცებს მომლოცველებს. ქრისტეშობიდან მერვე საუკუნეში ძველ იტალიურ ქალაქ ლანჩანოს სან-ლეგოცის ტაძარში წირვისას ერთ-ერთი მღვდელმსახურის გული ასეთი ეჭვებით აღივსა. არის კი ნამდვილად ქრისტეს სისხლი და ხორცი ბარძიმში. ისტორიამ არ შემოგვინახა მღვდელმონაზმის სახელი, მაგრამ მისი ეჭვი გახდა საბაბი იმ ევქარისტიული სასწაულისა, რომელიც დღესაც უდიდესი რწმენისკენ განაწყობს ადამიანებს. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობას. ეჭვის ბუნება ასეთია, თუ იგი გულში შეუშვი, უფრო და უფრო შემოგიტევს და მანამდე არ მოგეშვება, სანამ თვითონვე არ მოიკრებ ძალის ხმევას მის განსადევნად. ასე დაემართა ზემოთ ხსენებულ მღვდელმონაზონსაც. ეჭვი სულ უფრო და უფრო უჯდებოდა სულში. განა ასე მნიშვნელოვანია მჯეროდეს პური ხორცად, ღვინო კი სისხლად რომ იქცევა. განაგრძობდა ის. ვის შეუძლია ამის დამტკიცება? მით უმეტეს რომ გარეგნულად არაფერიც არ იცვლება. არც არასოდეს დამინახავს მე იგი თვალით. შესაძლოა ყოველივე ეს მხოლოდ სიმბოლურია და ევქარისტია დაწესებულია მხოლოდ საიდუმლო სერობის მოსაგონებლად და მეტი არაფერი. ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. უსაშველო განცდით წარმოსთქვა მღვდელმა ეს წმინდა სიტყვები, მაგრამ ეჭვები კვლავ აწვალებდნენ. ვერაფრით შეძლო ამ ეჭვების განდევნა. კი ბატონო, ამის გაკეთება ქრისტეს თვითონ მართლაც შეეძლო. ალბათ იმ ღამით, როცა იგი იუდამ გაყიდა და მან ჩაატარა ზიარების ეს საიდუმლო, მაშინ ნამდვილად აქცია ღვინო სისხლად და პური ხორცად. მაგრამ ახლა როცა იგი ამ ქვეყანას განეშორა, ალბათ უფრო სანუგეშებლად და ამ ამბის მოსაგონრად დაგვიტოვა ეს სიტყვები. და განაახლა ეს ევქარისტია მხოლოდ განსახიერება არ არის იმ პირველი სერობისა. ამ ეჭვებით განაგრძობდა მღვდელი ევქარისტიას. ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მღვდლის თვალწინ ხილულად გადაიქცა ღვინო და პური უფლის სისხლად და ხორცად. მღვდლის განწირულმა შეძახილმა ყველას ყურადღება მიიპყრო. მიხვდა მღვდელი უფალმა ზიარების საიდუმლოს ეს სასწაული რწმენაში გასაძლიერებლად რომ მოუვლინა და იქვე ყველას წინაშე აღიარა თავის ეჭვების შესახებ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი დიდხანს ლოცულობდა. რა შეთხოვდა იგი უფალს? ემადლიერებოდა მას ამ სასწაულისა და რწმენაში გამტკიცების გამო. ამას ჩვენ ვერასდროს შევიტყობთ, მაგრამ ერთი კი ცხადია. იმ დროიდან ქალაქ ლანჩანოში დღემდე შემონახულია იმ დღეს ევქარისტიისას ქრისტეს სისხლად და ხორცად ქცეული წმინდა ძღვენი. ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს, ახლო-მახლო დაბებსა და დასახლებებს და იწყო ლანჩანოსკენ სვლა მომლოცველთა ჯგუფებმა. ევქარისტიული საიდუმლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა, რაც უფალმა დააწესა ამ ქვეყნად და ეს აღესრულება ყოველ წირვაზე, ყოველ ლიტურგიაზე. ეს არის არა სიმბოლური, არამედ რეალური, ნამდვილი, ჭეშმარიტი გარდასახვა წითელი ღვინისა და სეფისკვერისა, ანუ პურისა, უფლის სისხლად და უფლის ხორცად. ეს იცის ყველა ადამიანმა, ვინც კი ეზიარება ამ წმინდა საიდუმლოს. მაგრამ ჩვენი უძულების გამო, იმის გამო, რომ უფალი ფარავს ჩვენი ფიზიკური თვალებიდან ამ საიდუმლოს, ეს არ ხდება ჩვენი თვალისთვის შესამჩნევად. ანუ კლავაც ეს სეფისკვერი, დაჭრილი და წითელი ღვინო ჩვენი თვალისთვის რჩება თითქოს და ისევ წითელ ღვინო და სეფისკვერად, მაგრამ სინამდვილეში არსობრივად ეს უკვე არის უფლის სისხლი და უფლის ხორცი. და ეს გარდასახვა ხდება გარკვეულ მომენტში წირვაზე, როდესაც წაიკითხება შესაბამისი ლოცვები. ამ ლოცვებს წაიკითხავს ხოლმე სასულიერო პირი. მითითებად კი არსებობს ესეთი, რომ თუ კი ესე იგი ადამიანმა უცბად მათ შორის სასულიერო პირმა დაინახა, რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი არსით ეს ზიარება, ანუ დაინახა იგი ხორცად და სისხლად, მაშინ მან უნდა ილოცოს მანამ სანამ ესე იგი კლავის ესე იგი გარეგნულად ისევ სეფისკვერად და ღვინოთ არ მოეჩვენება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ზიარება, როდესაც შენ ხედავ ხორცსა და სისხლს. მაგრამ ის რაც მოხდა ლანჩანოში 12 საუკუნის წინ,
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ხრივ, რომ უფალმა ყველა დროის სკეპტიკოსებს, ყველა დროის იჭვნეულ ადამიანებს დაანახა ის, რაც ნამდვილად ხდება და რაც ყველა მოწმე მიცის. ანუ როგორ გადაიქცევა უფლის სისხლად და ხორცად სეფისკვერი და წითელი ღვინო. ეს არის თითქოს და მუდმივი ქადაგება, 12 საუკუნოვანი ქადაგება იმისა, თუ რას ვეზიარებით ჩვენ და რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისად ზიარება. ეს არის ქადაგება და მხილება იმ ადამიანებისაც, რომლებიც უარს ამბობენ ზიარებას, რომლებიც თავს არიდებენ ზიარებას და აი ასე დიდ სიწმინდეს, ასე დიდ მათს უფლისა აბსოლუტურად უგულებელ ყოფენ და ახვედრებენ თითქოს გულგრილობის კედელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 12 საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა ეს ზიარება. ანუ ესე იგი კვლავ სისხლად და ხორცად რჩება. მოგეხსენებათ, რომ მერვე საუკუნეში დასავლეთის ქრისტიანობა ჯერ კიდევ მსოფლიო ეკლესიის წიაღში იყო, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში იყო და ეს წირვა, რა თქმა უნდა, აღესრულებოდა აი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის მიერ და ეს სასწაული მოხდა სწორედ ამ ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში. და ამის შემდეგ აი ეს სასწაული დარჩა და 12 საუკუნის განმავლობაში ხელუხლებელია. გავიდა საუკუნეები და მომლოცველთა ჯგუფების უწყვეტმა ნაკადმა უკვე მეცნიერებით დააინტერესა. მათ იგი თავიანთი ინტენსიური კვლევების საგნად 1574 წლიდან აქციეს. 1970 წლიდან კი იწყეს მასზე ექსპერიმენტების ჩატარებაც. მაგრამ მეცნიერთა ერთი ჯგუფის კვლევებს ეჭვით უცქერდნენ მეორენი და ვერაფრით ვერ ხდებოდა ყველას ერთდასკვნამდე მისვლა. სიენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორმა ოდუარდო ლინოლიმ ანატომიის დარგის უდიდესმა სპეციალისტმა ჩაატარა თავის კოლეგებთან კვლევა 1970-71 წლებში და დაასკვნა, რომ ლანჩანოში დაცული წმინდა ნაწილები ჭეშმარიტად ადამიანის ხორცი და სისხლია. მან ისიც დაადგინა, რომ ხორცის ეს ნაწილი ადამიანის გულის კუნთის ფრაგმენტია. იგი განაკვეთია მიოკარდის, ენდოკარდიდისა და მოძრავი ნერვების ნაწილისა. ხორცისა და სისხლიც განეკუთვნება ერთი და იგივე ადამიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლი სწორედ იმ ჯგუფის შემცველია, რომელიც აღმოაჩინეს ტურინის სუდარაზე. მეცნიერებს ყველაზე მეტად ის აუცებთ, რომ სისხლი ფიზიკური, ატმოსფერული და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების მიუხედავად აგერ უკვე 12 საუკუნეა ინარჩუნებს ცოცხალი სისხლისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას, ყოველგვარი ხელოვნური დაცვისა და სპეციალური კონსერვატების გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, გაოცებას იწვევდა ის, რომ სისხლი იმყოფებოდა თხევად მდგომარეობაში და ვარგისი იყო გადასხმისთვის. სიენის უნივერსიტეტის სხვა მეცნიერმაც პროფესორმა როჯერ ბერტერმა ჩაატარა კვლევა და იგივე დასკვნამდე მივიდა. განმეორებითი ექსპერიმენტიც, რომელიც 1991 წელს ანატომიისა და პათოლოგიების დარგში უფრო დახვეწილი აპარატურითა და მეცნიერების ახალ-ახალი მიღწევების გამოყენებით ჩატარდა, იგივე შედეგებით დასრულდა. ბოლო პერიოდში მოხდა გარკვეული გამოკვლევები აწარმოებს აი ამ ზიარებისა. ეხლა ეს სხვა საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ქიმიური ლაბორატორიული კვლევების წარმოება ასეთი სასწაულის შესასწავლად, მაგრამ მოგეხსენებათ უკვე დღეს ლანჩანოც და იტალია კათოლიკურ წიაღშია და მათთვის შეუულია რაღაც საკითხების, თუნდაც ისეთი საკითხების, რომელიც წმენის სფეროს განეკუთვნება, მეცნიერული შესწავლა და თქვით სიწმინდეების მეცნიერული შესწავლაც კი. ყოველ შემთხვევაში ამგვარი დაშვება მოხდა, რომ ეს კვლევები ჩატარდა და ამ კვლევებმა ერთი რამ აჩვენეს, რომ ეს ნამდვილად არის, ესე იგი, ადამიანის ხორცისა და სისხლის ნაწილი. ანუ ამით მხოლოდ დადასტურდა ის, რაც ყველა ჩვენთანგანმა ვიცოდით და რასაც კვლევაც არ ჭირდებოდა. ასე რომ დღესაც ლანჩანოს სასწაული მოგვიწოდებს ჩვენ წმინდა ზიარებისკენ, მოგვიწოდებს ჩვენ შიშისა და მოგზალებისკენ. ესეთი შიში და მოგზალება უნდა გქონდეს ჩვენ წმინდა ზიარების მიმართ და ალბათ ეს სასწაული ჩვენ უნდა დაგვაფიქრებდეს ყოველ ზიარების წინ, თუ როგორი გულით და როგორი სულით უნდა ვეზიაროთ მას,
და დააღმეთმა ინებოს, რომ ყველა ჩვენი ზიარება იყოს არც დასასჯელად, არც სასჯელად და არც დასასჯელად. უფალი შეგვეწიოს. დღეისთვის ლანჩანოში დაცული სისხლი 5 ბურთულადაა შეგრული და გამკრივებული. ინტერესი წვევს ის, რომ თითოეული ბურთულა იმდენსავე იწონის, რასაც 5-ვე ბურთულა ერთად. ეს კი სრულად ეწინააღმდეგება ფიზიკის დადგენილ კანონებს. ამის ახსნა მეცნიერებს არ ძალუძთ. წმინდა ნაწილები ინახება ბროლის ჭურჭელში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი უკვე 12 საუკუნეა ანცვიფრებს ლანჩანოში ჩამოსულ მომლოცველთა და მოგზაურთა ჯგუფებს. სიუჟეტის დასასრულს გვინდა დავესესხოთ ერთ შესანიშნავ მწერალს ამ სიტყვებში. რაც სახარებაში წერია, იმაზე მეც ვერაფერს გამოიგონებს ადამიანი. რამდენჯერ განუდგა იგი მას და რამდენჯერ მიუბრუნდა კვლავ. კაცობრიობა კვლავ დიდხანს იტრიალებს ამ წრეზე. კიდევ მრავალჯერ შეიცვლის შეხედულებებს, აზრებს, მაგრამ კვლავ და კვლავ მიუბრუნდება ისევ სახარებას და მისი ყოველი სიტყვის ჭეშმარიტებას აღიარებს. ასე გაიდგამს უკვდავება ფესვებს ადამიანთა გულებში, მსგავსად იმ ხისა, რომელსაც რაც უფრო ძლიერად არხევს ქარი, მით უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში.